ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ ძლიერად გაიზარდა. 2026 წლის 22 აპრილის პირველ საათებში ირანზე ყველაზე დიდი ზეწოლა მხოლოდ დიპლომატიური წნეხი არ არის. ეს არის შეგრძნება, რომ ომი შეიძლება მოულოდნელად კვლავ დაიწყოს. ცეცხლის შეწყვეტის პოლიტიკური კოლაფსის შემდეგ გაჩნდა რამდენიმე ინფორმაცია და მოხსენება იმის შესახებ, რომ ირანის რეჟიმი ცდილობს დამალოს რაკეტები, გადაადგილოს გამშვები დანადგარები და შეინარჩუნოს თავდასხმის უნარი. მანამდე სანამ შეერთებული შტატები შესაძლოა კვლავ დაიწყებს დაბომბვებს, ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ეხლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ყოველთვის ინფორმირებული იყო. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, რაც კი ოდესმე გინახავს. ნდობით მილსონ ალვესი. რაც ახლა ჩანს, არის მთავრობა, რომელიც იქცევა ისე, თითქოს სჯერა, რომ თავდასხმების შემდეგი ტალღა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს და ამის შესახებ აფრთხილებს. დონალდ ტრამპმა კვლავ გაამკაცრა ტონი, თქვა, რომ ელოდა ბომბდასხმების განახლებას, თუ შეთანხმება არ შედგებოდა, შემდეგ კი პაკისტანის თხოვნით ზავი გაახანგრძლივა, თუმცა ზღვაზე ზეწოლა არ შეუმცირებია. სწორედ აქ არის მთავარი ხრიკი, რაც მოხდა, ეს არ იყო მშვიდობის დაბრუნება, პირიქით იყო. ცეცხლის შეწყვეტამ პოლიტიკური ძალა დაკარგა, ნდობა გაქრა და ირანის რეჟიმმა დაიწყო მოქმედება ისე, თითქოს დროის მოგება სჭირდება. ვინ არის ამ ყველაფრის ცენტრში? ერთი მხრიდან შეერთებული შტატები, დონალდ ტრამპის, მისი სამხედრო სტრუქტურისა და შენარჩუნებული საზღვაო ბლოკადის წინააღმდეგ. მეორე მხრიდან თეირანი, ისლამური რევოლუციური გვარდია და რეჟიმის ყველაზე მკაცრი ბირთვი, რომელიც უარყოფს ნებისმიერ მოლაპარაკებას ზეწოლის ქვეშ. როდესაც ირანის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ მოლაპარაკების სივრცე მცირდება და სამხედრო საფრთხე კვლავ არსებობს, მგრძნობიარე აქტივების დამალვა თითქმის ავტომატურ რეაქციად იქცევა. ეს არ არის სიმშვიდის სცენა, ეს გადარჩენის ნაბიჯია. ამ ისტორიის მთავარი არსიც სწორედ ესაა. ირანი იქცევა ისე, როგორც ის, ვინც შიშობს, რომ შეიძლება დაკარგოს საპასუხო უნარი. და სწორედ ამიტომ ეჭვი იმის შესახებ, რომ ისინი ცდილობენ დამალონ რაკეტები, გადაადგილონ სტრუქტურები და შეინარჩუნონ გამშვები დანადგარები, ასეთ მნიშვნელობას იძენს. თუ თეირანი ფიქრობს, რომ დაბომბვები შეიძლება კვლავ დაიწყოს, მას სჭირდება, რომ მისი მთავარი შეტევის საშუალებები ჯერ კიდევ მიწაზე არ განადგურდეს. ლოგიკა მარტივია. პირველ რიგში გაფანტვა, მეორე დამალვა. მესამე, გაართულოს შეერთებული შტატებისთვის ყველაფრის პოვნა და განადგურება ახალი შეტევის დროს. ზუსტად ეს ქცევაა, რაც ამჟამად ყველაზე მტკიცე ხაზს ამყარებს. რეჟიმი არ ემზადება მყარად მშვიდობისთვის. ის ემზადება ომის ახალი ფაზის გადარჩენისთვის. ეს სცენარი კიდევ უფრო მძიმდება, რადგან ირანი აგრძელებს საჯარო ძალის დემონსტრირებას იმავე დროს, როცა იზრდება განცდა, რომ ის ცდილობს თავისი არსენალის დაცვას. როიტერსმა აჩვენა, რომ თეირანში გაიმართა სამხედრო აღლუმი რაკეტებით, სწორედ მაშინ, როცა ცეცხლის შეწყვეტის კრიზისი კვლავ აქტუალური ხდებოდა. ამას უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. რეჟიმი სულს უთხრას როგორც საკუთარ მოსახლეობას, ისე მსოფლიოს, რომ ის კვლავ შეიარაღებულია, კვლავ მყარად დგას და კვლავ მზადაა რეაგირებისთვის. მაგრამ ამ დემონსტრაციის უკან კიდევ უფრო მკაცრი ინტერპრეტაცია იმალება. ვინც ასე საჯაროდ ცდილობს ძალის ჩვენებას, შესაძლოა ამავე დროს კულისებში ცდილობდეს გადაარჩინოს ის, რასაც ყველაზე ძვირფასად თვლის. დეფილე გამოწვევას ასახავს. კულისებში მიმდინარე მოძრაობა შიშს ასახავს. და ეს ორი რამ ერთად აჩვენებს რეჟიმს ძლიერი ზეწოლის ქვეშ. ამ კრიზისის ფონზე ზღვა გახდა ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ზავი უკვე დაბადებისთანავე დარღვეული იყო. ოთხშაბათს ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი ხომალდი დააკავა და მესამე ხომალდზე სროლა განხორციელდა, რაზეც ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავრცელებს. ეს პასუხობს კითხვას, სად ხდება ეს კრიზისი ყველაზე საშიში. არა მხოლოდ თეირანში ან ისლამაბადში, არამედ ჰორმუზში, გლობალური ენერგეტიკის ყველაზე მგრძნობიარე ვიწრო წერტილში. და ასევე პასუხობს კითხვაზე, როგორ ცდილობს რეჟიმი ძალაუფლების შენარჩუნებას ალყის პირობებშიც კი. ის იყენებს ჰორმუზის სრუტეს ზეწოლის ინსტრუმენტად, ემუქრება სავაჭრო ნაკადს და აჩვენებს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია შიში გაავრცელოს მსოფლიოსთვის სასიცოცხლო მარშრუტზე. როდესაც მთავრობა ზუსტად გლობალური ვაჭრობის ყველაზე სენსიტიურ წერტილს აჭერს, ის აშკარა გზავნილს აგზავნის. თუმე საფრთხეში ვიქნები, ვერც ერთი ვერ გაივლის მშვიდად. საზღვაო ბლოკადა ძლიერდება, მოლაპარაკებები ჩიხში შედის, დაბომბვის განახლების მუქარა ბრუნდება და ირანი როგორ რეაგირებს? ცდილობს შეინარჩუნოს თავდასხმის უნარი. კითხვა რატომ? პასუხი მარტივია. რადგან რეჟიმი ხვდება, რომ თუ რაკეტებს დაკარგავს ერთ-ერთ ბოლო საშუალებას დააშინოს, შური იძიოს და შეინარჩუნოს მაღალი ფასი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის. იმ ხაზზე, სადაც ზავი იწურება.
ყველაფერი ერთსა და იმავე სურათზე მიუთითებს. თეირანი არ იქცევა ისე, თითქოს უსაფრთხო გამოსავალს ჯერა. იქცევა ისე, როგორც ის ვარბის რომ გოულოდნელად არ დაადგნენ თავზე. კიდევ ერთი დეტალი ამ ინტერპრეტაციას ამხარებს. შეერთებულმა შტატებმა დააკავა ირანული გემი ტოსკა და უსაფრთხოების წყაროებმა სააგენტო როიტერს განუცხადეს, რომ ტვირთი სავარაუდოდ ორმაგი დანიშნულების ნივთებს მოიცავდა. მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სექტორში. ეს მარტო ვერ ხსნის ყველა ეჭვს, რაც არსებობს, მაგრამ ძალიან კარგად ჯდება ამ უფრო ფართო სურათში. თუ არსებობს საზღვაო ზეწოლა, მგრძნობიარე ტვირთის დაჭერა, ჩიხში შესული მოლაპარაკებები და ღია მუქარა ახალი შეტევის შესახებ, ირანის რეჟიმს კიდევ უფრო მეტი მოტივი ეძლევა დააჩქაროს იმ ნივთების დამალვა და გაფანტვა, რასაც მომავალ პასუხად მიიჩნევს აუცილებლად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, რაც უფრო მეტად იკვრება ალყა, მით უფრო ლოგიკურია მოსაზრება, რომ თეირანი ცდილობს გადაარჩინოს თავისი ყველაზე ძვირფასი რესურსები, მანამ სანამ ახალი საჰაერო კამპანია დაიწყება. პაკისტანის შუამავლობის მცდელობაც კი ამ ატმოსფეროს აჩვენებს. ისლამაბადი მეორე მოლაპარაკებების რაუნდს ითხოვდა და ტრამპისგან ზავის გაგრძელებაც მიიღო, მაგრამ ირანმა საჭირო სიმტკიცე ვერ აჩვენა, რომ ეს რეალურ პროგრესად ექცია. მონაწილეობის შესახებ ეჭვებმა, ამერიკული განზრახვებისადმი უნდობლობამ და ბლოკადის შენარჩუნებამ ეს პაუზა თავიდანვე სუსტად აქცია. შედეგად მივიღეთ გარემო, სადაც დიპლომატიას ნდობის შექმნა არ შეუძლია და სამხედრო მზადება კვლავ ცენტრში ბრუნდება. როდესაც მოლაპარაკების მაგი და უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, ბუნკერი ისევ მთავარ სიტყვას ამბობს. როდესაც საუბარი ვერ არწმუნებს, დამალული რაკეტა უფრო მნიშვნელოვანად ჩანს, ვიდრე დიპლომატიური დაპირება. საბოლოოდ ეხლა ჩანს ირანი, რომელიც მტკიცე მშვიდობის სურათს არ ქმნის, არამედ ქმნის კუთხეში მიმწყდეული რეჟიმის სურათს, ეჭვიანი და მოძრაობაში მყოფი. რეჟიმი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის ჩაშლის ფონზე ცდილობს დამალოს რაკეტები, გადაადგილოს გამშვები დანადგარები და შეინარჩუნოს თავდასხმის უნარი, რადგან სჯერა, რომ შეერთებული შტატების დაბომბვები შეიძლება განახლდეს. ეს აღარ არის მშვიდი მოლოდინის ეტაპი, ეს ნერვული მზადების ეტაპია. და ეს ალბათ ყველაზე ძლიერი გზავნილია. როდესაც თეირანი ასე მოქმედებს, ეს სტაბილურობის ნიშანი არ არის. ეს ნიშნავს, რომ ომი შეიძლება უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ოფიციალური განცხადებები ცდილობენ წარმოაჩინონ. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვისის საზოგადოებაში.